მინდა ჩავრგა ჰორტენზია მიკროფილა. ანუ დიდფოთოლა ჰორტენზია, იმას რასაც ვთქვათ ჩვენ დასავლეთ საქართველოში. ხვდებით, ჩემთვის, ჩემი ტერიტორიისთვის ცოტა სარისკოა ეს მცენარე, შაშანოლიანდრები მომეყინა, მაგრამ შევეცდები, კარგად გაიხარა, სულ ორტოტიანი ვიყიდი ამ გაზაფხულზე ბებოსგან, სამწუხაროდ არ ვიცი დასახელება, მაგრამ ფერი მომეწონა. როგორც ხედავთ, რამოდენიმე ტოტი ამოვიდა და კიდე კვირტები ამოვიდა. სხვათა შორის, ჩემ მიწაში ჩავრგე, ჩემ კომპოსტში, კომპოსტს ვაკეთებ. მე თვითონ რომ ვმარგლიან, რომ სხლავ ვყრი ტომბრებში და ვტოვებ. ერთი სეზონი აბსოლუტურად საკმარისია იმისათვის, რომ ეს კომპოსტი ასეთი მეთოდით გაკეთდეს, შავ სქელ ნაგვის ტომბრებში ვყრი, პოლიეთილენის პარკებში, თუმცა ესე ვნახე, ვთქვათ, YouTube-ზე ესე აკეთებენ, თუმცა ჩემთან უფრო გაამართლა თეთრმა სამშენებლო პარკებმა, თუ იცით, ის ცემენტი რომ მოაქვს, თუნდაც ფქვილი რომ მოაქვს. იმან უფრო გაამართლა ჩემთან, იმაში უფრო კაი კომპოსტი კეთდება. ეცეღან ვარდი რომ ჩავრგე, თუ ნახეთ, გარშემო მოვაყარე მშრალი მიწა. ეს იყო შავ პარკში გაკეთებული კომპოსტი. აი ახლა ნახეთ, ამას რო ამოვიღებ, ჰორტენზიას ქოთნიდან, როგორი შავი მიწა დაგვდება. იმაში ეს უკვე თეთრ პარკში გაკეთებული კომპოსტია და სხვათა შორის არ ჩამირგავს ეს რომ გადავიდე და გადავიტანი ქოთანში, არ დამიმატებია ტორფი. მჟავე ტორფს ითხოვენ, ყველას უწერია რომ მჟავე ტორფი უნდა დაუმატოთ. გამომდინარე იქიდან ძალიან მალე შრება და ამიტომ რა ვიცი. მაგრამ გაფხვირება ჭირდება ჩემ მიწას და ტორფი ვითომ აფხვიერეს, მე მირჩენია დაუმატო პერლიტი, იმიტომ რომ ქვიშა, იმიტომ რომ მე ვერ ვახერხებ ასვლას და მორწყვას და ჰორტენზიებს ჭირდება მორწვა და როგორც ხედავთ, იქ საგვილა ჰორტენზიები, მაგ-ოლეანდრები, მაგრამ სხვა ჭირდებათ. მე მიწაში ვუმატებ ქვიშას. საერთოდ. ამჯერად ქვიშას არ დავუმატებ. ამჯერად ეხლა რომ ავავსებ ორმოს წყლით, ხო? წინა ვიდეოში თუ ნახეთ დაურთავ აქ. გადავჭერი ტუიები და გამოვასუფთავე ტუიები. აი რომ გამოვასუფთავე ეს გამხმარი წიწვები, აი შევაგროვე, იმ გამხმარ წიწვებს ჩავუყრი შიგნით, ეს მჟავიანობას აუწევს მცენარეს და ნელ-ნელა მისცევს, ან ნიადაგს აუწევს მჟავიანობას და მივიღებ იმ მჟავიანობას და გააფხვიერებს თან ნიადაგს, ასე რომ ზედმეტ ქვიშას არ ჩავუყრი, იმიტომ რომ მე მინდა რომ მაინც ამან წყალი შეინარჩუნოს და გაფხვიერებისთვის ის წიწვები ვფიქრობ აბსოლუტურად საკმარისი იქნება. თიხიანი მიწა მეტად ინარჩუნებს წყალს და მეც ცოტა დამეხმარება რომ არ ვინერვიულო, ვთქვათ, ავიდე თუ არა ჩემ ნაკვეთზე, მოსარწყავი მაქვს, მცენარეები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ამათ წყალი უყვართ, ამათ უნდათ ნახევარ ჩრდილი, უბრალოდ გაფანტული ჩრდილი და სხვათა შორის ორ წყავს შორის ვრგავ მარაწვანე წყავია, ერთი მართალია ამ გაზაფხულში ჩავგე, ჯერ პატარა და თუ დაჭირდება შემდეგ ზაფხულში ვერ გაიზრდება იმ დონეზე რომ ეს მოჩრდილოს, რაღაცა მოსაჩრდილოს ამას გავუკეთებ. ან შეიძლება არც გავუკეთო. სხვათა შორის არც შეფუთვას ვეცდები, როგორ ვამატებ. არც შეფუთვას ვეცდები, ხო დააკვირდით როგორი შავი მიწა იყო. ეს უკვე ჩემი კომპოსტია გაკეთებული თეთრ ტომბრებში, სამშენებლო ტომბრებში. ვფიქრობ ეს უფრო ეფექტური კომპოსტია, ვიდრე ის პირველი, რომელიც განახეთ ვარდს რომ მოვაყარე ბოლოს. მე ყოველთვის ვცდილობ დავმუჩო ახლა ჩარგული მცენარე, რომ თუ ვერავედი წვიმა არ იყო, მზე იყო, არ დასკდეს მიწის ზედაპირი მცენარესთან და ფესვებთან უშუალოდ არ ჩავიდეს მზე ან რა ვიცი, ზედმეტი წყალი ან თუნდაც არ გამოიფიტოს მიწა.
ხო, ორ წყავს შორის ჩავრგე, ანუ მომცემს ნახევარ ჭრდილს, ყველა მცენარეს, რომელიც ყვავილობს, მაინც უნდა მზე, ვინც არ უნდა თქვას, რომ ჰორტენზია მიკროფილა ითხოს ან ბიკოფილა, ხო, ჰორტენზია ჭრდილში უნდა ჩავრგოთ, ყველა მოყვავილი მცენარეს ჭირდება მზე. ასე რომ ის მომცემს გაფანტულ ჭრდილს, ეს ორი მცენარე, რომელს შორისაც ვრგავ, დავაკვირდები თუ გამოიზამთრა ზაფხულში როგორ გაუჭირდება, დაიწვება, არ დაიწვება და იმის მიხედვით ვთქვათ მივრგავ რამე მცენარეს ან მოუჭრდილავ დროებით, სანამ ის წყავები გაიზრდებიან, აი მიწას დავუკვირდით როგორი შავია. სანამ წყავები გაიზრდებიან. სხვათა შორის უკვე ავიღე მეთოდად, რომ აღარ ვფუთავ მცენარეებს ზამთარში. რომ ზედმეტი შრომა არ დავიმატო. გაუძლებს, არ გაუძლებს და ბევრი სხვა მცენარე არის, რომელთაც თქვათ შეგვიძლია გავალამაზოთ ბაღი. და ზედმეტი შრომა და თავის შეწუხება მიმაჩნია არასწორად. მით უმეტეს, როდესაც აგარაკია და მხოლოდ უქმეებზე ავდივართ. ისევ დავუმატე გუმატიანი წყალი, ეს ფესვებს დაეხმარება პირველ პერიოდში, რომ მოძლიერდნენ, რადგან ეხა ფესვმა უნდა იმუშაოს, გაძლიერდეს, გაიზარდოს ზამთარში, იმიტომ რომ აქედან დაწყებული უკვე ვეგეტაცია მცენარის ჩერდება, ცირდება და ფესვთა სისტემამ უნდა გადაარჩინოს მცენარე და ეხა ჩარგულს რომ მივეცი გუმატი, ჯერ კიდევ არის დრო რომ მოძლიერდეს მცენარე, სანამ ყინვები დაიწყება, სიცივეები იქნება, სხვათა შორის ვარდსაც გუმატი დაუსხი ბოლოს და თან ეს არხს უკეთებ, როგორც ხედავთ, ფესვებთან მასხავ. და თან ვცდილობ, რომ ბუშტუკები თუ დარჩა, ის ჰაერის ბუშტულები ფესვებთან, ის ბუშტულები ამოვიტანო ამ კიდე დამატებითი მორწყვით. ამას მოვაყარე ზემოდან, ეს თვითონ ფესვთა სისტემაში არ შეიძლება, იმიტომ რომ ცოცხალია, ახლად გადაჭრილი გუიას ტოტებია, ეს კიდე მჟავიანობას ამიწევს, გახმება. ცოცხალი, ვთქვათ, ეს მწვანე ტოტები ზემოდან მოვაყარე, ამით დავმულჩე და როგორც ხედავთ, ეს არ ჩავაღრმავე. ჰორტენზია და მით უმეტეს ქოთანში თუ გვაქვს მცენარე, იმავე სიღრმეზე უნდა ჩავრგოთ, ვარდისკარდა, იმავე სიღრმეზე უნდა ჩავრგოთ, რომელშიც ქოთანში იყო, ანუ მიწის ზედაპირს უნდა გავუსწოროთ. როგორც ხედავთ, ის კვირტებით შეუნარჩუნე, ჩარგვის დროს ვიყავი საკმაოდ ფრთხილად. ეხლა მინდა დაგემშვიდობოთ, დატკბით ჩემი საგვილა ჰორტენზიის და მისგანტოს ზებრინუსის ხედით, როგორ თამაშობს თავთავები მიავზე. გამომიწერეთ, მომიწყონეთ თუ მოგეწონათ. სასიამოვნო უქმებს გისურვებთ.